გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუმრებს დარჩით ჩვენთან. პირადი კონსულტაციის მსურველებმა შეგიძლიათ მომართოთ პროფილში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, WhatsApp-ში ან Viber-ში, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დარეკავთ. მოდის შეტყობინება და 5 წუთში თუ არ უპასუხე რატომღაც საჭიროდ თვლიან რომ გადმორეკონ და ყურადღება მიიქციონ. ანუ გონიათ რომ მოცლილი ვზივარ და ველოდები ვინ როდის დამირეკავს და მომწერს, ეს ასე არ არის შემოკარგებო და ძალიან გთხოვთ პატივი ეცით ჩემს დროს და ჩემს პირად სივრცესაც რა თქმა უნდა და დაელოდეთ პასუხს თუ კი სურვილი გაგიჩნდებათ რომ გქონდეთ პირადი კონსულტაცია ჩემთან. კონსულტაცია ტარდება ვიდეო ზარის მეშვეობით, პირადი მიღებაც არის შესაძლებელი, ლოკაცია თბილისი და ანაზღაურება საათობრივ ჩემოკარგებო. ეხლა რაც შეეხება თემას, სხვათა შორის ეს თემა რატომღაც არ მიყვარს, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც წარსულისკენ არ იყურება შეცდომებსაც და შეცოდებასაც პატიობს სხვა ადამიანებს, ხშირად არის მოთხოვნა, მაგრამ მოთხოვნადი არის, ვიცი ჩემ მაყურებელს უყვარს ბევრს ეს თემა ბუმერანგზე, მაგრამ დღეს რატომღაც მე თვითონ გამიჩნდა სურვილი გავაკეთო ამ თემაზე გაშლა და მოდით ვარიანტებია ესე სხვა კარგი გამოვიყენოთ. სამი ვარიანტი იქნება, არ გავაგრძელებ ძალიან დიდ სიგნიფიკაციას, რომ ვიდეო ძალიან დამღლელი არ იყოს და ვნახოთ სიტუაციურად, რა თქმა უნდა, ვინ არის თქვენი მტერი, რა დაგიშავათ და ვნახოთ რას მიიღებს სასჯელად. დაუბრუნდება თუ არა ბუმერანგი, იქნება სულაც არ ეკუთვნის კიდევაც. ვნახოთ. ჩაიფიქრეთ რა თქმა უნდა ვარიანტი, მაგრამ მოусმინეთ წინა ისტორიას, როგორც ყოველთვის, გავიგებთ ვინ არის თქვენი მტერი, ვისთვის გინდათ ბუმერანგის გატყორცნა და ვნახოთ რა მოხდება. თან ახლა ვფიქრო, მოდით, კაი გადავდებ ამ დასტას და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი წარსულისკენ იყურებით ჩემოკარგებო, როგორც ჩანს რაღაც სიტუაციას ვერ უშვებთ, არ გავიწყდებათ ის წყენა ტკივილი, აქ რაღაც ისეთ მტრობაზე შეიძლება არც იყოს ლაპარაკი, რომ გარეშე პირმა რაღაცა დაგაზარალათ, რაღაცა დაგიშავათ, აქ უფრო თქვენს კარგად ნაცნობ ან ახლობელ ადამიანზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რაღაცას წყენას ვერ უშვებთ და ვნახოთ აბა რაშია საქმე, მიახლოებით მაინც გავიგოთ. ყველასთვის რა თქმა უნდა იქნება ინდივიდუალური. ჩემოკარგებო, აქ არის ღალატზე ლაპარაკი, აქ უფრო შეიძლება ვიფიქრო მეგობრის ღალატზე, თანამშრომლის ღალატზე, შეიძლება ოჯახის წევრზეც იყოს ლაპარაკი. 90% რეზონირდება მათთვის, ვისაც რაღაც კონკრეტული გეგმები ჰქონდა დასახული, მიზნები ჰქონდა რაღაც, ამისთვის იყო მატერიალური ბაზა საჭირო. მატერიალური თუ არა, ელემენტარული მხარში დგომა ვიღაცისგან და ადამიანმა დაგაღალატათ და აღმოჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში. სიტუაციას მოარგეთ, შეიძლება თანხით უნდა დაგხმარებოდათ და არ დაგეხმარათ, ელოდეთ არ მიმასქნა, შეიძლება თქვენი ემართა და გპირდებოდათ რომ მოგიტან და აღმოჩნდით ამის გამო ძალიან გამოუვალ რთულ სიტუაციაში და დაგაღალატათ ადამიანმა, ანუ ვერსიები თქვენ სიტუაციას თქვენ თვითონ მოარგეთ, უკაცრავად, გქონდათ გარკვეული მიზნები, იმედები
და ვიღაც კონკრეტულმა პიროვნებამ ძალიან დაგაღალატად და დაგაზარალად. ნახოთ, მიიღებს თუ არა ეს ადამიანი ბუმერანგს. დაუბრუნდება თუ არა. უკვე უნდა გზაშია ელოდოს, რა თქმა უნდა, ელოდება კიდევაც თვითონ. ხვდება როგორც ჩანს თავის დანაშაულს, ან ამ ქვეყნიერი მიწიერი სამართლისაც ეშინია, შესაძლებელია დაიწყო კიდევაც პროცესი რაღაც იმის ცხოვრებაში ისეთი, რომ უკვე ხვდება რისთვის ისჯება. რა თქმა უნდა, ჩემო კარგებო, მიიღებს ბუმერანგს და ძალიან დაისჯება, ხვდება თავის დანაშაულს, ცოდვას. აი თითქოს ამბობს კიდევაც, რომ აი იმის ცოდვა მომეწიაო და ბუმერანგი ყოველთვის ბრუნდება იგივე ეკვივალენტით, რასაც გასცემენ ადამიანები და იგივე ხურდით უბრუნდებათ. ყველა შანსი, კარგი რაღაცა, ლამაზი შანსი, რაც გამოჩნდება მის ცხოვრებაში, იქნება ეს პირად ცხოვრებაში თუ საქმიან სფეროში და სხვა რაღაცა სიტუაციებში, სხვა სფეროებში ჩაეშლება ის შანსები და უკვე დაწყებულია პროცესი და ნაწილობრივ უკვე მიღებულიც აქვს ეს ბუმერანგი. მალე შეიტყობთ, ჩემო კარგებო, ამ ამბავს. შეიძლება თვითონაც კი შეგატყობინოთ ამის შესახებ, ან გაიგოთ საერთო ნაცნობებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან და ყველაფერი ის, რაც მოხდა სხვათა შორის, თქვენ სასიკეთოდ მოხდა, ავკარგიანობის გარჩევას ისწავლით, ვისენდოთ და შეიძლება ისწავლეთ კიდევაც, ვისენდოთ, ვის არენდოთ და გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც აღარ დაგაღალატებენ და გვერდში ამოგიდგებიან. ამისთვის მთავარი პირობაა გაუშვათ სიტუაცია, მიანდოთ სამყაროს შურისძიება, თქვენ არაფერი არ იმოქმედოთ ამისთვის, ეს ადამიანი უკვე ისჯება და თქვენ ამ სიტუაციიდან გამარჯვებულიც კი გამოხვალთ, რაც მოხდა თქვენივე უკეთესობისთვის მოხდა როგორც ჩანს. მეორე ვარიანტი ვნახოთ სამყარო რას გვეუბნება, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა ეტაპი დაასრულეთ ყველაზე დიდი ალბათობით. საერთოდ აი ამ პერიოდში, წლის ამ პერიოდში, ვიდეოს წერ დეკემბერის შუა რიცხვებში, როდესაც ახლოვდება ახალი წელი, ზოგჯერ აი ზუსტად კონკრეტულ თარიღსაც მიგვანიშნებს ხოლმე კარტის სამყარო. ჩემს პრაქტიკაში ეს ძალიან ხშირად ხდება, რეზონირდება ზუსტად აი ამ პერიოდთან დაკავშირებით, როცა წლის ბოლოსკენ ვართ და ვნახოთ აბა რას გვეუბნება თქვენ სიტუაციაზე. მოვლენები აი ამ ახალ წელს უკავშირდება, მაგრამ უფრო დიდი ალბათობით რა კი ბუმერანგზეა ლაპარაკი, რაღაცა წიგნი დახურეთ, დაასრულეთ, რაღაცა ერთი ისტორია დამთავრდა თქვენს ცხოვრებაში. რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი უკან ჩამოიტოვეთ, მაგრამ აი ბუმერანგი ვისთვის გინდათ და რა დაგიშალეს ვნახოთ. მაგრამ ეს თითქოს წარსულშია უკვე ყველაფერი დასრულდა. აქ უკაცრავად ჩემო კარგებო, მეორე ვარიანტი ძირითადად რეზონირდება ბიჭებისთვის. ბიჭები, რომლებიც ძალიან იყვნენ შეყვარებულები ადამიანზე, რომელმაც ხელზე დაგიხვიათ, ეს შეიძლება ახალგაზრდობის სიყვარულზეც იყოს ლაპარაკი და ძალიან დიდი ხანი ვერ დაივიწყეთ. გასაგებია რა კი ბუმერანგზეა ლაპარაკი, ეს ადამიანი რაღაცით დამნაშავეა თქვენს წინაშე, თითზე დაგიხვიათ, რაღაცა გააკეთა ისეთი, რამაც
ძალიან დიდხანს წლების განმავლობაში შეიძლება მარტო დაგტოვათ. ამჟამადაც მარტო იმყოფებით ჩემო კარგებო პარტნიორის გარეშე გოგოებს შეგიძლიათ შეაბრუნოთ სიტუაცია, ან ვიცი სიტუაციები, როდესაც ქალბატონები თქვათ უყურებენ შვილების გამო, ძირითადად ქალები აკეთებენ ამას და მოწიფული შვილების ბედი, რა თქმა უნდა, და ძალიან აინტერესებთ, ყველა ჩვენ გვანს გვადარდებს ჩვენი შვილების ბედი და მომავალი. და რომელიმე ქალბატონი უყურებდეს და ეს რეზონირდეს თქვენს შვილზე, რომელიც უკვე ისეთი ასაკი აქვს, პატარა ბიჭი არ არის, რომ გაფიქრებთ ის, რომ მარტოა აქამდე. ეს არის ბავშვობის სიყვარულზე ლაპარაკი, ძალიან ძლიერ, ძალიან თაკარა სიყვარულზე, რომელიც დიდი ხანი აი მოლოდინის რეჟიმში იყო, შეიძლება რაღაცა სხვადასხვა მიზეზების იგონებდა ადამიანი, რომ აი ვისწავლო, ეს გავაკეთო, ის გავაკეთო, რაღაცა დაიხვია კონკრეტულად ბიჭი ხელზე და აი ამ ეს ხელზე დახვევა და თამაში ამ ადამიანის გრძნობით საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. დღემდე მარტო ხართ, შეიძლება იყო რაღაც ისეთი წუთიერი რაღაცა ურთიერთობების წარმავალი, დროებითი თანამგზავრები, არასერიოზული, არაფრის მომცემი ურთიერთობებით შეიძლება იყო თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანი დღეს არის ძალიან მარტო. თითქოს წარსულში დარჩა ეს ყველაფერი, ადამიანი ბოლოს და ბოლოს მოვიდა გონზე, რომ მორჩა დამთავრდა და ეს უკვე წარსულია და აი ეს განვლილი წლები რაც დაკარგა და ან თუ თქვენ მიყურებთ რატომღაც მესამე პირში მინდა ლაპარაკი და ალბათ როგორც აღნიშნე შეიძლება ვინმე ახლობლის ისტორია გეცნოთ და უყურებთ. და აი ამ გადმოსახედიდან ფიქრობთ, რომ ძალიან დიდი დრო დაკარგეთ და რა კი დიდი ხნის ისტორიაა ჩემო კარგებო, აქ შეიძლება ისეთი რაღაცეებიც იყოს თქვენს ურთიერთობაში, რომელიც აი შეიძლება ამჟამად ვერ დავინახო, მაგრამ ბუმერანგს ითხოვთ და როგორც ჩანს სამართლიანად რომელიღაცის შემთხვევაში, აი რატომღაც მინდა იმის თქმა, რომ რომელიღაცის შემთხვევაში აქ მაგიურ ჩარევაზეც შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი და შეიძლება ერთი შემთხვევაც არ იყოს, ვინც მიყურებს იმათ შორის და იყოს რამოდენიმე და წმენდაც შეიძლება ჩატარდა და მოხვედით გონზე, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად გატყუებდა. აქ კარტს ისეც მართალია ვერ ხედავთ, რაც მაგიაზე მიანიშნებს, მაგრამ განდეგილი ამომდის ხოლმე ხშირად აი იმ ადამიანებთან, ვინც წმენდას ატარებს და რატომღაც მერე გადამოწმებას ცდილობენ ამ ყველაფრის და ვხედავ ხოლმე, რომ ვიღაცა სხვასთან იმუშავა და წმენდა ჩაიტარა. აი ესეთი სიტუაციაც არის შესაძლებელი და ინტუიციამ კარგახობს, რომ ვიღაცის 2-3 ადამიანის შემთხვევაში ესეც რეზონირდება, რომ იყავით მაგიის გავლენის ქვეშ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულშია, ეხლა არაფერი აღარ მოქმედებს თქვენზე. ვნახოთ ბუმერანგი, რას მიიღებს ბუმერანგი, მიიღებს თუ არა ბუმერანგს ზოგადად ეს ადამიანი და რას მიიღებს. ანუ ამასთანაც პენტაკლების 7-იანი, აი რო არ ელოდებით, აი თქვენ რომ არ ელოდებით ჩემო კარგოებო და ფიქრობთ, რომ აი ეს ადამიანი არ დაისჯება, არ დაისაჯა და საერთოდ ადამიანის ბუნება ჩვენ გვეჩქარება ხოლმე სასჯელი და სამაგიეროს გადახდა, მაგრამ სამყაროს არსად არ ეჩქარება, დაისჯება და შეიძლება თვითონაც რო არ ელოდება და გონია რომ შერჩა ხახვივით ეს ყველაფერი, აი მაშინ ამოუყირავდება, რეალურად ამოუყირავდება ცხოვრება. თავდაყირა დაუდგება ყველაფერი, რასაც ქვია და ისეთ აი ძალიან კომფორტულად რო იგრძნობს თავს, მშვიდად, კარგად, რომ შეიძლება წარსული აღარც ახსენებდეს თავს, აღარც
ოდნავ თუ სადმე სიდნისის ქეჯნაათ ისიც რო აღარ აწუხებს, აი მაშინ მიიღებს დარტყმას. დარტყმას მიიღებს ზუსტად იმ ადამიანისგან, ვინც მისთვის ძალიან ძვირფასია, მნიშვნელოვანია, ანუ ეხლა თუ მეუღლე ყავს მეუღლისგან, თუ ისე პარტნიორი ყავს პარტნიორისგან და სულ ვემეორებ ხოლმე ბუმერანგი ბრუნდება ზუსტად იგივე მონეტით, რა მონეტითაც იხდის ადამიანი. ასე რომ ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ძალიან ელემენტარულ რაღაცეებშიც, რომ თუ კი უსამართლოდ ვიქცევით, არასწორად ვიქცევით, იგივე სიტუაციის მსხვერპლი აღმოჩნდებით ჩვენ თვითონ. და ეს ადამიანი დაიჯდება ზუსტად იმით, რითიც თქვენ მოგაყენათ ამ ხელა ტკივილი, რომ ნატრობთ მისთვის სასჯელს. და ბუმერანგს ნახოთ მესამე ვარიანტი. აქაც რაღაცა ძალიან რთულ პერიოდზეა ლაპარაკი, ადამიანმა ბოლო მოგიღოთ, რასაც ქვია. აი ისეთი კულმინაციური პრობლემები შეგიქმნათ, ისეთი ტკივილი მოგაყენათ, რომ გაანადგურებ ადამიანს 10 ხმალი ზურგში, პირდაპირ შეიძლება აი პირდაპირ მნიშვნელობითაც გავიგოთ, რომ ვიღაცამ ძალიან შინაურმა გიღალატათ და ზურგში ჩაქცათ მახვილი, ან ისეთი რაღაც გააკეთა თუნდაც გარეშე პირმა, რომ აი ამ სიტუაციაზე უარესი არ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში და ვნახოთ რაზეა ლაპარაკი. ვაუ, აქ აი ისეთი სერიოზული რაღაც არის, ჩემო კარგებო, რომ აი შემიძლია ვივარაუდო, რომ რომელიმე თქვენგანმა ჩაიფიქრა აი დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი სამშობლოს საქართველოს მდგომარეობა და ზურგში ხმლის ჩაცემა ზუსტად ის რაც გააკეთა მმართველმა პარტიამ და არალეგიტიმურმა მმართველმა პარტიამ. ამაზე იყოს შეიძლება ლაპარაკი, ბრძოლა, აგრესია, გამოუვალი მდგომარეობა, მომავლის იმედები, როცა გქონდა მომავლის იმედები და რწმენა რაღაცის, აი ამ ყველაფერს წერტილი დაუსვეს, აი განადგურების ტოლფასი ადამიანისთვის. რა შეიძლება შევადაროთ ესეთი ტკივილი, ჩემო კარგებო, თუ არა სამშობლოს, არ ვიცი მე ჩემთვის სამშობლო ალბათ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. და რამდენი ხანი ეთერშიც არ გამოსულა და აი ეს ბოლო პერიოდია, თითქმის 2 კვირა უკვე, რაც ეს მოვლენების განვითარება დაიწყო, ვიდეოებიც ბოლოს 1-2 ის ჩავწერე, რომ მოვლენებთან დაკავშირებით, თორე ძალიან სერიოზული დეპრესია და სტრესი მქონდა, რა თქმა უნდა, ვიდექით ავანგარდში, მე და ჩემი შვილიც დაიწყო თუ არა ეს მოვლენები, ბავშვს 1 კვირა საერთოდ სახლში არ გაუთევია, რა თქმა უნდა, მეც მივდიოდი და ვანაცვლებდი ჩემს შვილს, რომ მოსულიყო ცოტა ხანი დაესვენა, აი ამ სიტუაციას ვადარებდა, როგორც შესავალში აღვნიშნე, მე თვითონ რატო გამიჩნდა თქო აი ამ ვიდეოს გაშლის სურვილი და როგორც ჩანს მესამე ვარიანტში აღმოჩნდა ეს სიტუაცია, ან წარმოიდგინეთ ახლა, ვინც ჩემსავით განიცდის აი ამ ყველაფერს, ამ არეულობას, აი ამ უმწეო მდგომარეობას, უსამართლობას, რაც ხდება დღეს საქართველოში, გააიგივეთ ასეთ ტკივილთან რაღაც მოვლენა თქვენს ცხოვრებაში, რაც აი ესეთი შოკის მომგვრელი და მტკივნეული იყო. იმპერატრიცა რა შუაშია ამ მოვლენებთან, არჩევანი.
ანუ ჩემოკარგებო, იმპერატრიცა მოვიაზროთ თვითონ ჩვენი სიგნიფიკატორი, მე, თქვენ, ბიჭებო შეგიძლიათ თქვენც გაიგივოთ, რადგან იმპერატრიცა არის ოჯახის დედა, მზრუნველი, ადამიანი, რომელიც ქმნის, ადამიანი, რომელიც ფლობს და სამშობლოს სიყვარული, მართლა იმპერატრიცას სიყვარული შეიძლება შევაადაროთ, უპირობო სიყვარული და ამაზე იყოს ლაპარაკი და ჩვენი სიგნიფიკატორი იყოს თვითონვე. მე მაგალითად ეხლა ეს ასოციაცია მომივიდა, ზოგმა შეიძლება ბოლო ვარიანტს აღარც უყუროს, მაგრამ ვისაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ყურებას, ანუ აი ეს ჩვენი სტრესი 28 ნოემბრიდან, რაც დაიწყო კოშმარი და წარმოიდგინეთ თქვენთვის თუ რაღაც სხვა თემაზეა ლაპარაკი, ანალოგიურ სტრესთან და ანალოგიურ კოშმართან, განუკითხაობასთან, რაც ალბათ ვიღაც კონკრეტულმა პიროვნებამ გამოიწვია თქვენს ცხოვრებაში, სრული ქაოსი, უმწეობის შეგრძნება, უსამართლობის შეგრძნება და ასე შემდეგ. და ნუ რა თქმა უნდა, მე დაკონკრეტება მინდოდა ამ იმპერატრიცასი და ყველასთვის იქნება ინდივიდუალური, ასევე რომელიმე თქვენგანისთვის რეზონირდება ისე, როგორც თქვათ, იმპერატრიცამ კონკრეტულმა ქალბატონმა, არ ვიცი, პირველ რიგში ხან როგორც წესი დედამთილი და სიდედრი გვახსენდება, საბედნიეროდ არა ვარ ასეთი სიდედრი და დედამთილიც ძალიან კარგი ყავს ჩემს შვილს. და მსგავსი ვიღაც პიროვნება, რომელმაც შეიძლება თვითონ ამან არ მოგაყენათ ეს ტკივილი და სტრესი, მაგრამ ამ ადამიანმა აგიხილათ თვალის სიმართლეზე, ანუ ფიგურირებს ძალიან იმპერატრიცა. ვისთვის როგორი სიტუაცია იქნება, რა თქმა უნდა, მოარგებს თავისას. ფარული ბრძოლა რომ იდიოდა, ეს არის მტრობა ზუსტად, ფარული ბრძოლა რომ იდიოდა, საკუთარი ინტერესების დაცვა რომ იდიოდა და ეს ყველაფერი გახდა სააშკარაოდ, რაღაცა საიდუმლოს და აი ამ ფარულ ბრძოლებს აეხადა ფარდა, დამთავრდა ეს ეტაპი და ალბათ ბრძოლა გადავიდა ღია აშკარა ემაზე. გამოაშკარავდა ყველაფერი და რეალურად მე მაგალითად ახლა ვფიქრობ, რას მიიღებენ ბუმერანგად, მიიღებენ თუ არა. და კონკრეტულად ამ ყველაფრის მიზეზი და მოთავე, სახელი თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, მიიღებს თუ არა ბუმერანგს ახლო მომავალში. ძალიან მალე თანაც გზაშია, წამოეწევა, უკვე დაწყებულია ეს ყველაფერი. ძალიან დიდხანს გაგრძელდება მისთვის ეს ბუმერანგის თემა, ანუ ეს არ იქნება ერთ ბაშად, რო თქვათ, ფიზიკურ დონეზე რაღაც დაემართოს, ან რაღაცა ისეთი მოხდეს, ეს იქნება მისთვის ძალიან ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი ზედიზედ ამ ადამიანს თქვენ თუ იმას არ ფიქრობთ და იმაზე არ ფიქრობთ, ვიზეც მე ახლა ამ წუთას, ვინც ყავთ ჩაფიქრებული, იმ ადამიანის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ესე მოხდება. უკვე დაწყებულია ეს პროცესი, უკვე ზედიზედ იღებს ინფორმაციას რაღაცა ნეგატიურ მოვლენებზე თავის ცხოვრებაში, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, დიდხანს გაგრძელდება. და საბოლოო რა იქნება. ამაში უკვე ისეთი რაღაცებია ჩართული, ჩემოკარგებო, თითქოს ადამიანები მუშაობენ ამ თემაზე და სამყარო მუშაობს ამ თემაზე, რომ ამ ადამიანმა მიიღოს ძალიან სერიოზული ბუმერანგი, დარტყმას მიიღებს საკუთარი ოჯახის წევრებზე. პროცესი დაწყებულია, შეიძლება თქვენთვის არ არის ცნობილი, ჩვენთვის არ არის ცნობილი, რა ხდება მის ოჯახში, მაგრამ პროცესი უკვე დაწყებულია და რაღაცა ნაწილი
აი ამ ბუმერანგის უკვე მივიდა ადრესატამდე და მის რომელიღაცა ოჯახის წევრს ფიზიკურად რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს. ან შეიძლება ახლო მომავალში თავისივე ოჯახის წევრები გადაუდგეს. თვითონ რა ელოდება ფინალში. მის საახლობლოზე აისახება ეს ყველაფერი, ჩემოკარგებო. ძალიან ახლა ისეთის რო არ გამომივიდეს პათოსით წაკითხული გაშლა და ძალიან სუბიექტური, გეტყვით ჩემო მეგობრებო, აი ეს ტკივილი რაც ადამიანმა მოგაყენათ, ამ ადამიანმა მოგაყენათ და სხვადასხვა იქნება, რა თქმა უნდა, ყველასთვის, ყოველთვის ექვივალენტურად ბრუნდება და მიიღებს იმას, რაც თქვენ დაგიშავათ და გაცილებით მეტს და თუ აქ მაგალითად მაგიაზე პირდაპირ არ მიმანიშნებს, მაგრამ ვიღაცის შემთხვევაში ესეც იქნება. აი მაგალითისთვის მოგიყვებით, ვინც შავი მაგიით არის დაკავებული, აკეთებს ჯადოებს, ანგრევს სხვის ცხოვრებას, აუბედურებს ადამიანებს და ზოგი მიყავს სიკვდილამდე, ჩემოკარგებო, იმ ადამიანებს არ იფიქროთ, რომ ძალიან მალე ესე რაღაცა წამოეწევათ და მანქანა დაარტყავს და თავში რაღაცა დაეცემა, არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ძირითადად აი ესეთი ბოროტების მთესველი ადამიანები მაგალითად ცხოვრობენ დიდხანს, ძალიან დიდხანს, მაგრამ შეესწრებიან ყველა საყვარელი ადამიანის ან გარდაცვალებას, ან მიატოვებენ და საბოლოოდ აი მარტოობაში ამოხდებათ ხოლმე სული ტანჯვით, დიდხანს ცხოვრობენ და ტანჯვით კვდებიან და მათი აი რაზე ვლაპარაკობდი და აქ ოჯახის კარტი მოძღვარი ოჯახის ტრადიციებს ნიშნავს და აგერ პიროვნებები იმ ადამიანის გარშემო, ვინც იქნებიან, ზოგი უარყოფს, ზოგი ზურგს აქცევს და ზოგი ვინც ძალიან უყვარს ფიზიკურ დონეზე გაუნადგურდება, სამწუხაროა რომ არ ფიქრობენ შვილების მომავალზე, მარტო მატერიალური კეთილდღეობა გონიათ შვილებისთვის მომავალი და ბედნიერების მომტანი და ასეთ თემებზე არ ფიქრობენ და აი ზუსტად ის ადამიანი მაგალითად ახლა სიტუაცია რო ვნახე, მეც ვაჟბატონი ჩავიფიქრე, ნაძირალა გაუპატიურებულ ყვერნას რო გავს თავისი მახინჯი ოჯახით და შვილებით და შეიძლება ზოგიერთის შემთხვევაში სხვა ადამიანი ანალოგიური სტრესით და შოკით, რაც ამ კაცმა ამ ბოლოს გააკეთა და რა უსამართლობაც ხდება და მისი ბრძანების გარეშე დღეს ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ ხდება, ჩემოკარგებო. ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად და აი იმ შვილების, სხვისი შვილების ცემა, უკანონოდ დაკავება და ეს ყველაფერი სათავე და წყარო არის ეგ და საკუთარ ოჯახზე ძალიან მალე დაუბრუნდება, თვითონ იქნება, ძალიან დიდხანს იქნება, ჯერჯერობით არაფერი ესეთი არ ჩანს და ჭკუა რო ქონდეს და შვილები მართლა რო უყვარდეს, ჯობია თავის თავს რაღაცა მოსწიოს და გაერიდოს ამ ქვეყანას, რომ თვითონ ზღოს, მაგრამ ასეთ ადამიანებს უპირობო სიყვარული არ შეუძლიათ, ჩემოკარგებო. მაპატიეთ, რომ აი ესეთ ნოტაზე დავამთავრე გაშლა, მაგრამ როდესაც ამ თემაზე არის საუბარი და საერთოდ ჩემს სამშობლოს და საქართველოს ეხება ეს ყველაფერი, მე მაშინ ვერანაირად ვერ ვაკონტროლებ ემოციას და გაშლამაც, აი ბოლო ვარიანტმა მაჩვენა, რომ აი ასეთ თემაზე იყო ლაპარაკი და მეც ეს უნამუსო კაცი ჩავიფიქრე და თუ დაგაინტერესებთ ჩემოკარგებო, პერსონალურად მაგაზეც გავაკეთებ გაშლას კიდე. მომავალ შეხვედრამდე.